სურს საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია სასაზღვრო გამტარ პუნქტ დარიალზე მყოფი პირების შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები და ცდილობენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას ალავალინური დოკუმენტებით. პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ამ დროისათვის სასაზღვრო გამტარი პუნქტის დარიალის ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში იმყოფება 87 პირი. სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აღნიშნულ პირებს არ ეძლებათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან ყველა მათგანს აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებული არიან არაერთგზის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის. გარდა ამისა, მათ არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს. შექმნილი ვითარების მოსაგვარებლად სასაზღვრო გამტარ პუნქტ დარიალზე მყოფ პირთა სამშობლოში დაბრუნებას გულისხმობს და ქართულმა მხარემ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა, როგორც საქართველოში უკრაინის საელჩოსთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. აღნიშნული საკითხის დარეგულების მიზნით ასევე გამოყენებული იქნა პოლიციის ატაშეების ქსელი, რომლის ფარგლებშიც კომუნიკაცია შედგა უკრაინაში საქართველოს პოლიციის ატაშესა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება სამშობლოში უკრაინაში. მათ შორის ჩვენ მიერ შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით მოცემულ პირთა სამშობლოში დაბრუნების ვერსიები. მიუხედავად ამისა, უკრაინული მხარე ამ დრომდე თავს იკავებს საზღვარზე მყოფ პირთა საზღვაო გზით დაბრუნების მექანიზმის გამოყენებაზე, ხოლო დღემდე არ მიგვიღია საბოლოო ოფიციალური დასტური ჩარტერული რეისით მათი სამშობლოში ორგანიზებულ დაბრუნებასთან დაკავშირებით. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე მსგავსი პირების გადაყვანის პრეცედენტები ჰქონია. უკრაინული მხარის ჩართულობით 2025 წლის ივნის-ივლისის პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან მომავალი დაახლოებით 134 პირიდან 37 პირმა საქართველოს დატოვა მოლდოვის მიმართულებით, ხოლო 10-მდე პირმა სხვადასხვა მიმართულებით. აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით შესაძლებელია ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება. პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ უკრაინული მხარის სურვილია ეს ადამიანები ხანგრძლივი დროით დარჩნენ ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში, რათა შემდგომ ქართული მხარე იძულებული გახდეს ისინი დაუშვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებასა და მათ წესრიგს საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის წინ დარიალის ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში მყოფი 15-მდე პირი შიმშილობდა. ყველა მათგანს სურდა, რომ პროტესტის ამსახით ხმა მიეწვინათ უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებისთვის, რათა უკრაინული მხარის მხარდაჭერითა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით ნებისმიერი გზით დაბრუნდნენ სამშობლოში უკრაინაში. მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები საკუთარი მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მზადყოფნას განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში. მათ შორის მზად ვართ ავანაზღაუროთ აღნიშნული პირების სამშობლოში დაბრუნებისთვის საჭირო ხარჯებიც კი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან ერთად კომპეტენციის ფარგლებში იღებს საჭირო ზომებს, რათა ერთის მხრივ დაცული იქნეს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება და მეორეს მხრივ დროულად მოხდეს ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნება.